თუ ნიორს იღებ, მაგრამ შედეგს მაინც ვერ ხედავ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. მე გეტყვი, როგორ და როდის მიიღო ნიორი, ისე რომ შეგიმციროს ქოლესტერინი, გაგიუმჯობესოს იმუნიტეტი და დაგირეგულიროს წნევა. თუ ერთი რამე მაინც უნდა გახსოვდეს ნივრის შესახებ, ისაა რომ თუ გინდა რომ ნიორმა იმუშაოს, ის უნდა გააბრაზო. დაახლოებით ისე როგორც კაცი, სანამ სტრესში არ ჩააგდებ, ხელს არ გაანძლევს, ასეა ნიორიც ზუსტად. ნიორში არის ორი კომპონენტი, რომლებიც თავისთვის არიან, მაგრამ თუ ნიორს დაჭყლიტავ, თუ ნიორს სტრესში ჩააგდებ, ნიორი გააქტიურდება. ერთი ნივთიერება გააქტიურებს მეორეს და მიიღებ მესამეს, რომელსაც ქვია ალისინი. ზუსტად ალისინია მთავარი მოქმედი ნივთიერება ნიორში, რომელიც ყველაფერს აკეთებს. ალისინს შეუძლია დაახლოებით ის, რაც ოჯახის მცველს, შეუძლია გაანადგუროს შემოსული მტერი. ნივრისთვის ეს მტერი ბაქტერიაა, ამიტომ ნიორი ცნობილია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი. მეტიც, ალისინი ებრძვის სოკოებსაც, ქაოსს იწვევს სოკოებს ორგანიზმში, დაახლოებით ისე, როგორც თითქოს საბურავი დაჩხლიტო ლურსმნებით. ალისინს შეუძლია ვირუსებთან ბრძოლაც, ოღონდ არა პირდაპირ, ის აქტიურებს ჩვენს იმუნურ უჯრედებს, რომ ებრძოლოს ვირუსებს, დაახლოებით ისე, როგორც ქურდის დანახვაზე პოლიციაში დარეკო. ასევე ალისინი აფართოებს სისხლძარღვებს და ამით წნევას აქვეითებს. სისხლძარღვების გაფართოება ზოგადად მედიცინაში თითქმის ყოველთვის პოზიტიური ნიშანია. თუ ადამიანს დაბალი წნევისგან გული არ მისდის, ამ შემთხვევაში სისხლძარღვების მეტად გაფართოება არ გვჭირდება და ალისინი ათხიერებს სისხლს. ალისინი თრომბოციტებს ეუბნება, დაშორდით ერთმანეთს, ეწებებით ერთმანეთს, პირადი სივრცე გქონდეთ და ასე სისხლი თხიერდება. სისხლის გათხიერებაც უმეტესად კარგია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოპერაციის გაკეთებას აპირებ, 2 კვირით ადრე ნივრის მიღება უნდა შეწყვიტო. და ალისინი ასევე ამცირებს ქოლესტერინს, დაახლოებით ასე. ქოლესტერინის ქარხნის მუშებს შვებულებაში უშვებს, ქარხანა სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობს და ნაკლები ქოლესტერინი წარმოიქმნება. ეს ყველაფერი ხდება ღვიძლში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ნივრის მიღებისას არის, რომ მისი დაჭყლეტვა ასაჭირო, რათა წარმოიქმნას ალისინი. დაჭრაზე ბევრად ეფექტური არის დაჭყლეტვა, ხოლო გადაყლაპვით თითქმის 0 ალისინს, შედეგად 0 ეფექტს იღებ. დაჭყლეტვის შემდეგ უნდა მოიცადო 10 წუთი, რათა ალისინი გააქტიურდეს ბოლომდე და დასტაბილურდეს. არ მოხარშო ნიორი, თორემ 90% ალისინისას დაკარგავ. 60 გრადუსზე გაცხელებით ალისინი თითქმის ბოლომდე ნადგურდება. იმისთვის რომ ნიორი მიიღოს სწორად, უნდა დაჭყლიტო 1 ან 2 კბილი ნიორი და დააცადო 10 წუთი. შემდეგ მიიღო დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში ნელ-ნელა შემცირდება ქოლესტერინი, გაციების სიმპტომებიც უფრო ნაკლებად გექნება და მაღალი წნევაც შედარებით დაიკლებს. 2-ზე მეტი კბილი ნიორი არ არის რეკომენდირებული დღეში, რადგან გვერდითი ეფექტების რისკი იმატებს, კუჭს აღიზიანებს და ზოგადად ლორწოვანს აღიზიანებს და კუჭის წვის დაღებინების ან გულძმარვის შეგნებას იწვევს და სამაგიეროდ ნივრის ბენეფიტები არ იზრდება. ნივრის მიღება ჯობია ჭამის შემდეგ ან საკვებთან ერთად, რათა გულძმარვამ ან კუჭის ტკივილმა არ შეგაწუხოთ. ნიორი შეგიძლია ჭამო უმად ან დააყოლო თბილ, მაგრამ არა ცხელ საკვებს. ნივრის კომბინაცია კარგია ზეითუნის ზეთთან, რადგან ნივრის ათვისება იზრდება, ხოლო კუჭის გაღიზიანების რისკი მცირდება. ნიორი და ლიმონის კომბინაციაც კარგია, რადგან ლიმონის მჟავა ასტაბილურებს ალისინს, ხოლო ნივრის სუნი მცირდება. ეს კომბინაცია იდეალურია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. თუ ნივრის სუნი გაწუხებს, გაურიე ის რძეს ან იოგურტს და სუნი 70%-ით შემცირდება, ხოლო ნიორი სარგებელს არ დაკარგავს. თუ ნივრის საკვებ დანამატს იღებ, უნდა გახსოვდეს, რომ ხარისხს აქ უდიდესი მნიშვნელობაა. გახსოვდეს, რომ ალისინი იმდენად არასტაბილურია, რომ პრაქტიკულად მისი მიღება მხოლოდ ცოცხლად შეგიძლია. ძალიან იშვიათია საკვები დანამატი, თუნდაც ნივრის ექსტრაქტი, რომელშიც ალისინი იქნება. ალისინი ნადგურდება დაძველებისას და მაღალ ტემპერატურაზეც. უსუნო ნივრის დანამატები ან ძალიან მცირე ოდენობით შეიცავს ალისინს, ან არ შეიცავს. ასევე დაძველებული ნივრის ექსტრაქტი, რომელსაც მაგალითად Amazon-ზე aged garlic ქვია. პრაქტიკულად ნულია ალისინი მის შემადგენლობაში. დაძველებული ნივრის ექსტრაქტი შეიცავს სხვა მოლეკულას, რომელსაც SAC-ს ეძახიან. SAC-საც აქვს დადებითი თვისებები ამ მეორე მოლეკულას, ძლიერი ანტიოქსიდანტია, ამცირებს ანთებას, მაგრამ არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ნიორი. ამ SAC-ს, რომელიც დაძველებული ნიორშია, ასევე აქვს კარგი თვისებები, ანტიოქსიდანტია, ამცირებს ანთებას, მაგრამ ისეთი ეფექტური ჯამში არ არის, როგორც ცოცხალი ნიორი, თუმცა თუ საკვებ დანამატს იყიდი, მაინც ყოველთვის ჯობია დაძველებული ნივრის ექსტრაქტი იყიდო, ვიდრე
ნივრის ზეთი ან უსულონ კაფსულები, რომელსაც აწერია ნივრის ექსტრაქტი. მათ შემადგენლობაში ალისინი პრაქტიკულად ნულია. მაშინაც კი, როცა ეტიკეტზე აწერია, რომ შეიცავს ალისინს, ხშირად ეს ტყუილია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება კაფსულა შეიცავდეს ალინს, ანუ სხვა მოლეკულას და ასევე დაცულ ალინაზას, რომელიც მეორე მნიშვნელოვანი მოლეკულაა, რის შედეგადაც ორგანიზმში მიღების შემდეგ ალისინი წარმოიქმნება. სხვაგვარად, ალისინის რეალური არსებობა დანამატებში ძალიან იშვიათია და მაინც, რომელი უფრო უკეთესია და ძლიერია, ჩვეულებრივი ცოცხალი ნიორი თუ დაძველებული ნივრის ექსტრაქტი. ცოცხალ ნიორს ჭამ ჯობია დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღე არ ჭამო, განსაკუთრებით თუ იმუნიტეტის გაძლიერება გჭირდება, რადგან ცოცხალი ნიორი და ალისინი ძლიერ ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. ასეთი ძლიერი სტიმულაცია თუ დიდხანს გაგრძელდა იწვევს იმუნურ დისრეგულაციას და არა იმუნიტეტის გაძლიერებას. ამიტომ შეიძლება ნიორმა გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება დროთა განმავლობაში და ზოგადად ლორწოვანი გარსების გაღიზიანება, მათ შორის სასუნთქ სისტემაში, ზოგჯერ ცხვირიდან სისხლდენა და სისხლდენის რისკის გაზრდა. ამ მიზეზით თვეობით მისი მიღება არ არის რეკომენდირებული. თუ იმუნიტეტის გაძლიერება გინდა, საკმარისია 5 ან 10 დღე გრიპის და გაციების სიმპტომები როცა დაიწყება ამის შემდეგ. 10 დღის შემდეგ ბენეფიტები მცირდება და რისკები იზრდება. ცოცხალი ნივრის და დაძველებული ნივრის ექსტრაქტის ერთად მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან სისხლდენის რისკი იზრდება და გვერდითი ეფექტები მატულობს. გრძელვადიანად იმუნური სისტემის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით ჯობია მიიღო დაძველებული ნივრის ექსტრაქტი. სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ცოცხალი ნივრის რეგულარული მიღება არ არის რეკომენდირებული. ასეთ შემთხვევაშიც ჯობია დაძველებული ნივრის ექსტრაქტი, ანუ aged garlic მიიღო. ამიტომ, თუ საკვები დანამატის ყიდვას გადაწყვეტ, ჯობია იყოს დაძველებული ნივრის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს S-ალილ ცისტეინს, რომელიც სტაბილური ნაერთია. ალისინს და დაძველებული ნივრის ექსტრაქტს შორის დაახლოებით ის განსხვავებაა, რაც ვაშლის წვენს და ძმარს შორის. ვაშლის წვენი ეფექტურია და გემრიელია მოკლე დროში, მაგრამ მალე ფუჭდება. ძმარი სტაბილურია დიდხანს და ეფექტსაც ინარჩუნებს. და ბოლოს, თუ მაინც გინდა რომ რეგულარულად მიიღო ნიორი, საუკეთესო გზა მისი პულსური მიღებაა. 10 დღე მიიღე, შემდეგ შეწყვიტე. შემდეგ შეგიძლია ისევ მიიღო 5 დღის განმავლობაში, როცა გაციების სიმპტომები გექნება. რამდენჯერმე სეზონის განმავლობაში. მეორე რეჟიმი არის პრევენციის მიზნით. ერთი კბილი ნიორი დღეში, კვირაში 3ჯერ, არა მიმდევრობით დღეებში, მაგალითად ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. და თუ დაძველებული ნივრის ექსტრაქტს მიიღებ, ის შეგიძლია მიიღო კვირების და თვეების განმავლობაში. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დაალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ჩემ არხს განვითარებაში, მაშინ აღწერაში არის დონაციების ანგარიშები და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.